რასა იუკნევიჩიანის ავტორობით საქართველოზე მომზადებულ მორიგ კრიტიკულ ანგარიშს მწვავე კრიტიკით პასუხობს მთავარი ადრესატი მმართველი პარტია. ქართული ოცნების შეფასებით ანგარიში, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი გუშინ დაუჭირა, სიცრუეზეა დაფუძნებული და ყურადღებას არ იმსახურებს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დოკუმენტში 3 კერძო ტელეკომპანიის სანქცირებაა მოთხოვნილი. მმართველ გუნდში ჩანაწერს ცენზურად და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. რასა იუკნევიჩიანის ავტორობით მომზადებულ დოკუმენტში უარყოფითად ფასდება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა. საუბარია დემოკრატიის სწრაფ უკუსვლაზე და მოთხოვნილია ქართული ოცნების მაღალჩინოსანთა დასანქცირება. როდესაც იგნორირებ ყველანაირ ფაქტს, როდესაც იგნორირებ საქართველოს პროგრესს, როდესაც იგნორს უკეთებ იმას, რომ საქართველოში ყველაზე ცუდი ფორმებით ერევიან სიტყვის თავისუფლებაში, ერევიან პოლიტიკურ პროცესებში, ერევიან არჩევნების ჩატარების, თავისუფლად ჩატარების ლეგიტიმურ უფლებაში და ჩვენ სუვერენულ უფლებებში, თავისთავად საქმე გვაქვს იმასთან, რომ ევროპული ღირებულებებისგან და პრინციპებისგან საკმაოდ შორს არის ინსტიტუცია, რომელსაც ევროპარლამენტართა შეკრება ქვია. ვრცელდება ის მუქარები, შანტაჟი, შეურაცხყოფა, ცილისწამება. რეალურად ჩვენ ხო ამდენი წლის განმავლობაში ევროპული ბიუროკრატია გვეუბნებოდა, რომ მნიშვნელოვანი იყოს სიტყვის თავისუფლება. რეალურად არანაირი სიტყვის თავისუფლება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ინტერესები. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ყველა ის საომარი მოქმედება, ყველა ის ფაქტი, ყველა ის შეხვედრა, ყველა ის კონფერენცია თუ სამიტი თუ ასე შემდეგ, რაც ხდებოდა მსოფლიოში, ამ ტელევიზიების მიერ აისახება და შუქდება ისე, როგორც ამას აკეთებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტელევიზიები. ხო, რა შუაშია და სად არის აქ პროპაგანდა. თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ტელევიზია ადგილს უთმობს ადამიანებს, რომელსაც თავისი აზრის გამოთქმა უნდა და ეს აზრი ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ ემთხვეოდეს იმას, რაც ვიღაცას მოსწონს ან არ მოსწონს, ხო, აქ რაზეა საუბარი მაშინ? ხო, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე, სხვა არაფერი.